მოდი ერთი საჭირბოროტო ვიდეო კიდე ჩავიწეროთ, ქართული YouTube-ი გავამდიდროთ და ვილაპარაკოთ იმაზე, ანუ ბევრი მეკითხება ხოლმე რა და რავი, მეტნაკლებად მე ხა იმას კი არ ვიძახი, არ იქ ყველა დიდი თავი მიმაბია და ხალხო დამიჯერეთ მეთქი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, просто უბრალოდ ძალიან ბევრი მოიძა რაც მასწავლის, რაც მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რა ჯობია ვიღაცა რაღაცას გასწავლის და მიგითითებს და რაღაცა. ეს საერთოდ არ არის კრიტიკა რა, ვინმე რამეს თუ გეტყვის. მაგალითად ამაცეთ იარე განვიხილე და M4 სისტემა იყო და თქვი რომ კონდახი შეიძლება მოხდა და ისე ისროლობდი, არა შეხო ზამბარა. დამავიწყდა რა ადამიანია ყველა და რა ვიცი. მანამდე სხვა ერაყი მქონდა განხილული და რაღაც მაგის მუღამში წავედი. მოკლედ ბევრს უნდა კალაშნიკოვის ყიდვა. ანუ აი საბჭოთა კალაშნიკოვი რაც იყო კარგი იარაღი. მეც ეგეთი მაქვს. საბჭოთა იარაღი მაქვს G74-ის ქართულად არის გადმოკეთებული ნახევრად ავტომატურზე. მაგრამ აი ეს რაც იყიდება საიგა და ვეპრი, საიგას კიდე ვეპრი ჯობია. მაგრამ ეგ უკვე რუსეთშია გამოშვებული და ხარისხით გაცილებით ჩამოვარდება იმ საბრძოლო იარაღს. ჯერ ისე რაც ხო ვერ ამზადებენ ეგ და მე არც არის საჭირო რომ თქვა საბრძოლო ავტომატის ის კონდეს რა ქვია იარაღს რომელიც ანდიროთ არის გათვალისწინებული. იმას ხვანერი ფოლადი უნდა უფრო ძვირიჯდება და ასე შემდეგ. წავიდნენ ჩაულებრივი გზით. ანუ პირადად მე თუ მკითხავთ, ვიტყვი რომ ვეპრი საიგასა ჯობია, ვეპრს უფრო მძიმელულა აქვს. სქელი კედლებიც აქვს. საიგა ნაკლებად მინახია რა გაფუჭებული, ვეპრიც მინახია გაფუჭებული.